გამარჯობათ, მოგესალმებით, ძვირფასოდელი მაყურებლებო. Გამნაგრძობთ ჩვენს გადაცემას. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ საკმაოდ სერიოზულ და მნიშვნელოვან საკითხებზე. ვისაუბრებთ იმ აუცილებელ და იმ მართლაც ძირითად მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დღეს საქართველოს მიმართებაში აუცილებელი არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დროულად დაიწყოს მოქმედება. კობახიზის განცხადება, მინდა შევეხო კობახიზის განცხადებას. კობახიზე გააკეთა განცხადება, ისეთი განცხადება, რომელიც განცხადების საფუძველზეც ადამიანს უკვე იმედი გაგიჩნდება, რომ მივდივართ სწორედ იმ მიმართულებით, რომელიც მიმართულებითაც საქართველოს უნდა დაიწყოს სწორი პოლიტიკური სვლა. კობახიზე გააკეთა განცხადება, რომელიც განცხადებებს ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიზახდით და ვაკეთებდით. ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ანუ ესე იგი მივიდა ხელისუფლება და ჩაწოდა ხელისუფლება იმ პრობლემატურ საკითხებში, რომელიც პრობლემატურ საკითხები წლების მანძილზე არის ჩვენს ქვეყანაში არსებობდა და არსებობს. ეს კარგი არის, ამას მივესალმებით ჩვენ, რადგან სწორედ აქედან იწყება უკვე ნგრევა და რღვევა იმ მთლიანად ლიბერასტური იდეოლოგიის ჩამოშლის, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს და იმ მარწუხებიდან გამოსვლის, რომელიც მარწუხების პირდაპირ ასე მეტასტაზებებით არის მოდებული ევროკავშირში და საქართველოში. დღეს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის კონსერვატორი პოლიტპატიმარი ბატონი რამაზ ღვალაძე. მოგესალმებით ბატონო რამაზ. მოგესალმებით, მოგესალმებით მაყურებელს. მადლობთ რომ მობრძანდი სტუდიაში ჩვენთან. მოგესალმებით. ბატონო რამაზ. ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამებრძოლები უკვე თითქმის წლებია ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის მტერი, ევროკავშირი არის სწორედ ის ხელის შემშლელი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს რუსულ, ქართულ, აფხაზურ, ოსურ ურთიერთობების დალაგებაში. კობახიძემ გააკეთა განცხადება უკვე და თქვა ეს აღიარა. ხმამაღლა გააკეთა პირდაპირ ჟურნალისტების წინაშე და თქვა, რომ ევროკავშირი არწობს საქართველოს სუვერენიტეტს. ანუ რა გამოდის, ბატონო რამაზ, ეს პრობლემები, რომელი პრობლემებიც არსებობდა უკვე თითქმის 33 წელიწადია საქართველოში და ხელს იშველდნენ რუსეთისკენ და არიქა და მცოცავი ოკუპაცია და არიქა და ანექსია და არიქა და დაგვიპყრო რუსეთმა. ეს ყველაფერი ყოფილა შებრუნებით თურმე ხო? აქეთ ევროკავშირი, რომელიც ევროკავშირის ჩვენ დაგვანახეს და შეგვიფუთეს თითქოს საქართველოს გადამცემად და აქ თურმე სხვა რაღაცა ყოფილა ჩადებული ამ რაღაც შეფუთვის უკან, ხო? ანუ ესე იგი მოახდინა ხელისუფლებამ უკვე მთლიანად ლუსტრაცია ევროკავშირის და მიდის სწორი პოლიტიკური გზით. მე ესე ვფიქრობ, ტრისტან ბატონო, რომ ხელისუფლებამ კი არ მოახერხა. ეს თვითონ ევროკავშირის ლიდერებმა მოახერხეს თავიანთი აი ამ ბოლო რაღაც ამ რეზოლუციებით და რაღაც არაფრის თქმელი რაღაცებით შექმნეს ესეთი განწყობა მოსახლეობის, ქართველები ნიჭიერი ხალხია და უცებ აუღეს ალყო. ბოლო 30-35 წელი არის ისე, რომ ერთი პოლარული სისტემა იყო მთელ მსოფლიოში. ერთი ამერიკის შეერთებული შტატები განსაზღვრავდა საგარეო პოლიტიკასაც, მთელი მსოფლიოს, საშინაო პოლიტიკასაც და ყველაფერს რა. მოხდა ისე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ამ შემთხვევაში ჩვენზე აქედან დავიწყოთ, ხო, გამოვიდეთ. გადააბარა ევროკავშირს. იქ ვიღაცა ევროკავშირის ლიდერები, მაგრამ მაშინ ახლა დღევანდელ ევროკავშირის ლიდერებთან შედარებით, ახლა შედარებაც არის დღეს საერთოდ აი როგორი დაბალი ინტელექტის ხალხი მართავს, იცი, აი ნუ რა ვიცი მე ხა რაში ჭირდებათ თვითონ ამერიკელებსაც ესეთი ხალხი მონური ფსიქოლოგიის და დაბალი ინტელექტის საზოგადოება მე არ ვიცი. ადვილი სამართავი რომ ყოფილიყო ევროკავშირი. ხო, მაგრამ მაგასაც ვერ უსრულებენ რა, ხო ხედავ, აი ვერასრულ. ისე თვითონვე ამ თავისი განცხადებებით ისეთ ჩიხში შეყავთ ყველა პროცესი.
ევროკავშირის ლიდერებს, რომ რა ვიცი ხა რა ქართველებმა ყოველ შემთხვევაში დავინახეთ რაც ხდება. ეს პატარა ისტორიას რო გადავხედოთ რა, ის აფხაზეთის პრობლემაც და სამაჩაბლოს პრობლემაც ნელა-ნელა უკვე თუ კარგად კიდე გამოვქეკავთ, ძალიან კარგად გამოჩნდება, რომ თურმე იმის რუსების და იქ ვიღაცების და ქართველების და აფხაზების და ოსების პრობლემა კი არ იყო. ესე უნდათ იქ ვიღაცამ ჩათვალა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილის მესამე რჩევლის მეოთხე ვიღაცამ, რომ ესე უნდა ყოფილიყო და მაშინ 25,000 კაცი პირდაპირ ხო ეს ხო დაფარული არ არის დღეს 25,000 კაცი მოსკოვში იღვიძებდა დილაზე წვერს იპარსავდა ოფიციალური მონაცემები. კრემლში მუშაობდა და მიდიოდა იმ სამსახურებში მუშაობდნენ ჩვეულებრივად. სახელმწიფო სამსახურებში ბიზნესშიც, ბანკებში, სახელმწიფო სამსახურებშიც და ყველგან იყვნენ მაგეთი მართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების თანამშრომლები. სპეცსამსახური, ეხლა სულ არ იყოს სპეციალ 25,000 კაცი რო გიზის ეხლა იქ ხელისუფლებაში და ბიზნესში და ყველაფერში უკვე შენ აღარ მართავ შენ ქვეყანას, მართავ სხვა. ასე რომ დღევანდელი გადასახედიდან ეხლა უკვე ნელა-ნელა ეს ყველაფერი თავისი სიბრიყვით თუ ბოლო-ბოლო ღმერთმა ესე დაუშვა, ყველაფერი უკვე გამოჩნდა, ხო? გამოჩნდა ამასობაში მოხდა ისე რომ ჩინეთი წამოიწია გაცოდა 800 მილიონი კაცი, 800 მილიონი კაცი შიმშილისგან 5 კილო ბრინჯი რო ეკუთვნოდა თვეში, ეხლა ეკუთვნის 5 ტონა ბრინჯი. აი ხო ხდები უკვე ისე დახვეწეს ყველაფერი. დახვეწეს რითი? სტალინს უწოდებენ მამას, მასწავლებელს და მამას, იმ ძველი იმ რაღაცა ტექნოლოგიები ეკონომიკით. ხო, რა თქმა უნდა. და სოციალური საკითხები ისე დააყენეს, რომ რა ვიცი ხა რა, ამერიკელები ჩადიან იქ მოსალაპარაკებლად და ის კი არ მიყავთ პოლიტიკოსები და ისინი მიყავთ ბიზნესმენები. და ჩინელები არც კი ელაპარაკებიან ამათ ამერიკელ ბიზნესმენებს, აი ტრილიარდელებს, ვიღაცა მილიარდელებს და ვიღაცებს არც კი შეხვდნენ და არც დაელაპარაკნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩნდა სხვა ცენტრი. ანუ ევროპიდან ინტელექტუალური ბიზნეს სამხედრო მომავლის ტექნოლოგიებმა გადმოინაცვლეს აზიაში. უკვე აქ აღარაფერი არავის აღარ ესაქმება ისედაც. და ამ დროს ესენი დარჩნენ იმ ძველ სისტემაში, ბორელის ასე ვთქვათ ნარატივით, რომ ჩვენ ვართ ადამიანები და დანარჩენი აი აქ ქვევით ჯუნგლები არის. მარტო ჩვენ ვართ და დანარჩენი ჯუნგლები ხართ. პირდაპირ გვიცხადებენ ამდენი წლებია, ხო? ეხლა იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩვენი პოლიტიკური ელიტა ხან საფეხზე იდგა, ხან კუდის კიცინით ელაპარაკებოდა, ხან ყურებზე იდგა, ხან რა ვიცი თითებზე, ხან ესე რა ვიცი კედელთან და რა ვიცი და ეხლა ბოლო-ბოლო უკვე ხან გათხოვილი კაცები ტუქსავდნენ. ხო, ეხლა უკვე ბოლო-ბოლო თვითონ მათ ქვეყნებშიც კი გაჩნდა ალტერნატიული ცენტრები. ну ცოტა ისეთი მოაზროვნე საზოგადოება, ვისაც ეს ყველაფერი LGBT დღის წესრიგიდან დაწყებული, დამთავრებული დღევანდელი ევროპა, რომელიც უკვე მთელი თავის ისტორიის მანძილზე ერთადერთი რასაც აკეთებდა კოლონიალური პოლიტიკას ეწეოდა და ძარცვავდა მთელ სამყაროს, სოფლიოს და იმითი ცხოვრობდა, ეხლა უკვე იქ ჩაუკეტეს რაღაცები ვიღაცებმა რა და ეს დღესაც ეგ უნდათ ევროპელებს რომ ოღონდ როგორ უნდათ იცი თვითონ კი აღარ უნდათ რო აკეთონ გადააბარეს ამერიკელებს ეს სამხედრო ისა ყველაფერი ნუ და თქვენ დაგვიცავით და ჩვენ ისევ გავძარცვოთ ამას რა და ისე ვიყაჩაღებთ ძველებურად ისე ვიყაჩაღებთ ძველებურად ვიყაჩაღებთ ისე ძველებურად და თქვენ დაგვიცავით უბრალოდ რა ასე ვთქვათ კრიშა გაიკეთეს ამერიკელების მაგრამ ეხლა ტრამპი მოვიდა და ტრამპ საერთოდ არ ჭირდება ესენი
ხო ხედავ უკვე როგორ ელაპარაკებს. ზედმეტი თვირთია. დაახტუნა იქ გრენლანდია მინდა ესენი ვითომ აღშფოთნენ და 17 კაცი გააგზავნეს დასაცავად. იქ გერმანიიდან 17 კაცი. ხო და დასაცავად 17 ხო ჩავიდა და 5 მეორე დილას გამოფრინდა. ეგ რომ აღარ უნდა და იქ ომი რა, ეგ რა ომი. ხო და უკვე ისეთი უკვე ცეცხლი დაინთო მთელ სოფლიოში რუსებმა იქ უკრაინელებს იქ ირანმა მოუგო ფაქტობრივად ირანმა გაანადგურა მთელი შენი დასავლური მთელი ამერიკული ბაზები თუ სადე განლაგებული იყო აბსოლუტურად ბაზები კი არა სადაც კი მიწუდა ყველგან გაანადგურა ეს ტექნოლოგიაც რომელზეც იძახდნენ რომ ეს ავიამზიდი ჩაუძირელი სამყაროში არ არსებობს ისე ძალა რომ თვითფრინავი ჩამოაგდოს იქ და რაღაცა всё იქ რაღაცა რკინის თუ ოქროსის აქვს რა ქვია გუმბათი და საცერივით გაუხადა ყველაფერი მარტო იქ კი არა აღმოჩნდა რომ ეგრე ქონდათ როგორც ევროპელებს იქ არაბებს და იმათ რა ქვია საუდიტებს და ვიღაცებს გადაბარებული კრიშა ამერიკელების და აღმოჩნდა რომ ეს კრიშა აღარ მუშაობს, იმიტომ რომ ამ ირანმა გაუნადგურა ყველაფერი და ეს ბოლო ხელშეკრულება კაპიტულაციაა ფაქტობრივად, ხო? ირანმა თავიდან ბოლომდე მოუგო ყველაფერში. აი ამ ყველაფრის ფონზე იქ გაცოცხლდა, ხო, კიდე შიგნითაც ევროპაშიც უკვე ფაშიზმი გააცოცხლეს რა, ფაქტობრივად ვიღაცა დადიან ესე იტალიაში, გერმანიაში უკვე ხალხი იყრიბებოდა და ამ მიგრაციიდან დაწყებული, დამთავრებული ამ LGBT დღის წესრიგით და დამთავრებული აი ამ მთელი გაუგებარი წარმონაქმნის რაღაცა ევროკავშირის აურჩეველი თან ხო არავინ არჩეული არ არის, ვიღაცები არიან შეკრებილები, ვინც მართავენ. ხო? ამათი უკვე ეს ლიდერობა უკვე კისერ ყელში ამოუვიდა. თვითონ ამოუვიდათ ევროპელებს. თავის ქვეყანა უნდა, აღარ უნდა ეს ვიღაცა ანაბელა, ვიღაცა ბერბოკი და ვიღაცა ხო, აღარ ურსულა და ვიღაცები. რა ეს ანაბელა ჩავიდა იქ იმაში სირიაში. აქ არის მთავარი პრობლემა არის ეს ორმაგი სტანდარტები. ჩემთვის შეიძლება, შენთვის არა. აი მე როგორც მინდა ისე იქნება რა შენ როგორც გეტყვი ისე უნდა იყო თან ჩვენ გველაპარაკებია ხა ჩვენ ცოტა ხო ჩვენ სხვა ერი ვართ ახლა რა ეგენი მართლა რომ გამოქვაბულებში დარბოდნენ ჩვენ ახლა ვეფხის ტყაოსანს ვწერდით ხო და ცოტა ისეთი თემა რაღაცა ვერ მიაბეს ვერ ისტორიაც ვერ შეისწავლეს მაგათი ისტორია არის ის რო ჩვენ ვართ რა დანარჩენი ჯუნგლებია აი და ეს ბოლო აღმოჩნდა რომ საპნის ბუშტი არაფერი არ არის არც ევროპა დღეს არც ეკონომიურად არც სამხედრო თვალსაზრისით არც მომავლის ტექნოლოგიებით всё უკვე აღარაფერი აღარ არის მარტო სახელია მეტი არაფერი ძველი რაღაცა ის ნაგროვი რაღაცაცებით მოდიან ჯერჯერობით. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეგეც ისეთი საპნის ბუშტია რომ შეიძლება ერთ კვირაში სულ დაინგრეთ ყველაფერი, იმიტომ რომ ენერგორესურსები არ აქვს თურმე რა. ანუ ეს როგორც კი ჩაკეტა იმან რა ქვია ირანმა ის რაღაცა სრუტე. всё ესენი პანიკაში ჩავარდნენ, იმიტომ რომ всё ესენი კი არა მარტო ამერიკელებიც პანიკაში ჩავარდნენ თელსოფლიოზე უკვე სერიოზული მოახდინა ხო და აღმოჩნდა რომ ეს ყარათ ვერ არიან პირიქით სერიოზულად ყიფეთ არიან მაგრამ უკვე სასაცილოც გახდა ჩვენ ქვეყანასთან ეს სიტუაცია რა ჩვენ აქამდე მართლა ესე ვიდექით ცალფეხზე რა და მართლა ეს მთელი პოლიტიკა იყო იმაზე რომ აი ევროკავშირში შევდივართ და იქ ვიღაცას რო ეთქვა ჩვენ რო ვლაპარაკობდით ჩვენ მაგის გულს ვაჟი დაგვიჭირეს რა გვაჯარიმებდნენ ხო რო ვლაპარაკობდით რა ბიჭო რა ევროპა რა რაზე ლაპარაკობ პირველი რაც ხელშეკრულებას გიფორმებს რომ всё უკვე უნდა მიგიღოთ ევროპაში არის ის რომ უკანალი უნდა მიცე რა ხო მეტი არაფერი მთელი გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით მეტი არაფერი არ არის ამაში ჩადებული ხო არაფერს არ გეხმარება შენი ის ბოლოკიც არ უნდა არაფერი არ უნდა შენ არც სოფლის მეურნეობას არაფერს არ გიკეთებს
არაფერს არ გიკეთებს. და რო ვეკითხებოდი ახლა ამ საზოგადო ხელფას ევროთი ავიღებთ. ნუ აი ამ ესეთი სისულელე რა, სიგიჟე ხდება ეს შინ ევროპაში რო გაიძახე, აი სიგიჟე ხდება რა. ეს ახალგაზრდებიც ისე გაზარდეს რომ მართლა გონიათ ამათ რომ აი ევროპაში არის რაღაცა ესეთი ოქროს უნიტაზს დაგიდგავენ ევროპელები რა. რა სისულელე ძარცვან მთელი თავის ისტორია და მანძილზე ძარცვეს მთელი სამყარო. შენ როგორც ერთ-ერთი რაღაცა ისეთ ადგილზე მყოფი ქვეყანა, რომელიც მათ სჭირდებათ, არც მიგიღებენ, რაში ჭირდება. უბრალოდ სუმოლოდინის რეჟიმში უნდა იყო. კი. ეხლა ხო ხედავ უცებ იქ რაღაც ტრამპმა იქ რაღაცები ხელები დაიბანა იქ სომხებს დაელაპარაკა ის ტრამპის რაღაცა გადასასვლელი პერევალი რაღაც ზანგეზურის დერეფანი ეხოს გაპარია ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იქ სადმა განალაგო ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები რომელიც რომ დაიცვას ეს დერეფანი ერთი მით არა ექსიგიჟე რო არის ეს არის სულთა აი სიგიჟე კი არა და სიგიჟეზე მეტი რაღაც ის არის არა სისულელე რა ტრამპი ეხლა ეს რო თამაშობს იქ რო აი всё დღეს გავხსნის სრულწლად ჯო იქ ირანი არის აი როგორ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იქ სახმელეთო ჯარები ირანთან იქ ახლოს პირდაპირ ცხვირწინ განულაგე ეხლა იმას ირანს ეს არა გამორიცხულე მაგაზე ლაპარაკი ხო გააქროს ბიჭო ირანი გაიგე მაგაზე ლაპარაკიც არ არის უბრალოდ აქაური სიგიჟეებზე ვლაპარაკობ რომ ის ირანთან ომი რო დაიწყო ამერიკელებმა ის გაამართეს კაცო ირანის საელჩოსთან რაღაცა პლაკატები და როგორც ეს არ გახსოვს უკრაინაში და ბომბი როგორც უკრაინაში არ გახსოვს კაცო უკრაინაში დაიწყო რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაციები აქ უკვე ცეკვათამაში დაიწყოს კრემში ვარ ჩასული უკეო გაიგე ამ აკაცუკებმა გაიგე ამ ამყოფებმა სოჩის გავლით და იგივე გააკეთეს ახლა ირანთან მიმართებაში ხო ის რას აკეთებს აი ადონის ავანტყოფები არეთ ეს ევროლიბერასტები ბომბი ჩამოვარდეს ნეტა ერთიო ეს ხუმა ვიღაცამ რავი რაღაცა ეს რა ლომჯარია რო არის კაცო ბომბი ჩამოვარდესო ეგენი ჩემთვის აი სახელი და გვარი არ აქვს ეს აგენტი არის იმის აგენტიც არის გერმანიის აგენტი აი რაღაცა ეს საერთოში ყავდათ იქ შეყვანილი დამალული გაიგე ეს ისა ლომჯარია გერმანიის კი არა ეს თავდაცვის მინისტრი ყავდა ჩინეთთან რო ის არის თინა ხიდაშელი ტაივანში ყავდა და დღეს კიდე ყუჭკუას გვარი გეც და იქიდან ღებულობ თანხებს დღესაც კი ეს პირდაპირ უკვე სტალიპინის ვაგონში უნდა იყოს ჩამჯდარი მობმული თავის ქმართან ერთად რა ბოლო ვაგონში მაგადანში გაუშვა მაგადანში უკვე გზაში უნდა იყოს რა პირდაპირ ფულს იღებს იმაში რომ შენი ქვეყანა რაღაცაში გაგხვიოს რა მავნებლობა გაუკეთოს ამიტომ მოდი ესე შევთანხმდეთ რომ ჩვენ ბოლო ამ რასაც მიუშვებთ კიდე ამ აკაცუკებიდან დაწყებული დამთავრებული ამ евро ლიდერების ამ რაღაცა სიგიჟეებს ხო უფრო და უფრო მივალთ იქამდე რომ ქართველი ხალხი ყოველდღიურად კარგავენ თავის მომხრეს ყოველდღიურად ანუ ესე იგი ხელისუფლება რომელიც დღემდე მიყვებოდა იმ პოლიტიკასაც თითქოს და ის რაღაც გარკვეული დისტანცია ეკავა ევროკავშირთან და ის ამბობდა რომ აი რაღაც განცხადებებსაც აკეთებდა ხელისუფლება რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდეთო ეს იყო რაღაცა გარკვეული მანევრი არ ვიცი რა იყო შეიძლება რაღაც მე ვერ მიხვდები ხა მაგას რა პოლიტიკა ქონდეს აქ მე ჩვენ იმ თავიდან ვიძახით რომ აი ეს კონსტიტუციაში ჩანაწერი არის ჩვენი ქართველების სერიოზული სირცხვილი პრობლემა კი არ არის სირცხვილი და პრობლემაც არის იმიტომ რომ პირდაპირ გვიწერ კონსტიტუციაში სირცხვილი და თავის მოჭრა რა უკვე სალფეხზე დგომა კი არა კუდის კიცინი კი არა რაღაცა უბედურებაში იმიტომ რომ ხვალდაზე სამწუხაროა რომ ეს წერია კონსტიტუციაში მაგრამ დღეს უკვე ხელისუფლებას არ აქვს იმის ბერგეტები ხელში რომ კიდე ეს სილვა და ატლანტიკური სივრცე კიდე ევროკავშირში გაწერიანების მუხლი ამოიღონ კონსტიტუციურად რა მოიღებენ უკვე ესე ამათმა დაუშვეს თუმცა თავიდან როდესაც მათ ჰქონდათ კონსტიტუციური უმრავლესობა და ეს ჩანაწერი გააკეთეს კონსტიტუციაში. ასეთი ჩანაწერი არის ბომბი.
რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ბომბი არის. თუ რაღაცა დღეს არის საქართველოსთან მიმართებაში რაღაც გარკვეული საკითხების დაბალანსება რუსეთთან, აფხაზეთთან, ოსეთთან, ეს ორი პუნქტი გვიშლის ხელს. არც ერთი ასე ვთქვათ ლიდერი, არც აფხაზეთის და არც სამაჩაბლოს არ დაგელაპარაკება არანაირი შვიდობიანი და რაღაც იმას, როდესაც ჩვენ კონსტიტუციაში გიწერია ეს რაღაც. კი ბატონო. პირველ რიგში, მეორე, რაც მთავარია, ხო? ჩვენ საზოგადოება, ხალხი უკვე მივედით იქამდე, რომ ესე აგდებული ტონით და თითისქნევით გველაპარაკებიან ჩვენ ქართველებს, რომლებიც სულ რაღაცა ტას უკრავდით და რაღაცას და წავიდნენ და აი ეს ორმაგი სტანდარტები ყველაფერში. სირიაში ტერორისტი ვიღაცა, რომელიც 10 მილიონს იხდიდნენ მაგის ლიკვიდაციაში, დანიშნეს პირველ პირად. ხელისუფლებაში მოიყვანეს. ხელისუფლებაში და გაპარსეს წვერი, გალსტუკი მოაბეს. და ეს ევროპის ისა, რა ქვია, საგარეო ისა, ეს ანაბელა ვიღაცა რა. ჩავიდა და ხელი ჩამოართვა. ისინი გაგიჟდნენ ჯერ ერთი სირიელები, რომ ეს ვიღაცა შარვლიანი ქალი მივიდა და ახლოს და ხელი ჩამოართვა, იქ ვაფშე სალკე ამბავი ატყდა. მაგრამ ანუ ის აღარ იყო ტერორისტი უკვე, ხო? ის უკვე ტერორისტი აღარ არის. და დღესაც არ არის, მიდის და მთელ მოსახლეობას მათ ვერ მოყვანილი არის ხელისუფლებაში ეს. თავისივე მოსახლეობას. დიახ. ამდენი ხალხის სისხლი, ამდენი საშინელი ტერაქტები. დღესაც მიდის კაცო. ამდენი აი ესე პირდაპირ ხო ხოცვა ადამიანებს ეს თუ რაფერი არ ყოფილა. ხო და მაგას ვიძახი. ან თუნდაც ღაზაში რაც ხდება რა. ღაზაში რაც ხდება ევროკავშირმა ერთი რამე ვის რეზოლუცია არ ამდენი ბავშვები დაიხოცა. პალესტინელი ბავშვები, ამდენი პალესტინელი ბავშვები. იქ ცალკეულმა იქ ღაზა სექტორში, ლუგანსკში, დონეცკში, აი აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით ამდენი ბავშვებია დახოცილი ამ ფაშისტებისაგან და ტერორისტების მხრიდან, ხო? ამაზე არაფერს არ ამბობენ, ხო? აგერ ახლა იქ რომ სირიაში, იმაში ირანში რომ ამდენი სკოლები დაბობეს და ბავშვები რომ მოკლეს, ხო? ამაზე არაფერს არ ამბობენ. აი ეგ რაშია საქმე. ეს ევროლიბერასტები. ხო და მაგას ვიძახი, ეს ორმაგი სტანდარტი კი აღარ არის. უკვე არის იცი როგორია შეურაც მყოფელი, რომ მე როგორც მინდა ისე იქნება რა და რო გეტყვი შენ იქ რეზოლუცია, ეხლა იღებენ რაღაცა რეზოლუციას, წინა რეზოლუციებიდან რაღაცა გამომდინარე, რაღაცა ახალ რეზოლუციას. ბუდიში და დაახვიეთ რა. ერთ ადგილას გაიგეთ. ხო, ნუ რაღაცა სიგიჟემდე მივდივართ რა. ბატონო რამას ნახეთ ახლა ნუ მოკლედ კობახიძის განცხადება ეს ახლა მე კიდევ ვიმეორებ ბუდიში კობახიძე მაგ განცხადებას არ გააკეთებდა რომ არ იყო საზოგადოება მზად მაგისთვის. დაიწყობა გააკეთეს მათმა რაღაც საზოგადოება უკვე მზად არის მაგისთვის რომ არავის აღარ უნდა ბუდიში კიდე შეგაწყვეტინებ აი ის რომ ერთადერთი ბერკეტი რაც დარჩა ევროკავშირს არის ის რომ სავიზო რეჟიმი გაგვიუქვა. გაუქმნა რა აჯანდებათ სავიზო რეჟიმი. მაგას ვიძახი ახლა. რაში კიდევა მაგას არის. თვითონ მოსახლეობას უკვე ისე უყურებს მაგ სავიზო რეჟიმსაც რომ ერთი მაგათიც რა თუკიც არ გააუქმებენ. იმიტომ რომ რაც დრო გადის არა ჩვენები არ იყვნენ კაცო იქ ჩასულები ხო? უამრავმა ხალხმა წავიდა იქ და იმათი ბოდიში და ნიფხვები რეცხეს და რა მონებად ამუშავეს ხო? მონებად ამუშავეს. ხო და იქიდან ჩამოსული ადამიანი შენ აქ უნდა შეუქმნა პირობები რომ ამან იმუშაოს რომ შიერი არ იყოს. თორე იქ მეორეჯერ ვინ გაიხედავს? არავინ გაიხედავს, საშინელებაა ეგ, საშინელებაა. ვინ გაიხედავს აბსოლუტურად განსხვავებული მენტალობის და განსხვავებული ისტორიის ადამიანები ვართ ჩვენ და ევროპელები. არანაირი საერთო არა გვაქვს რა შინ ევროპაში. სად რაზე არის? ბატონო, თქვენ ძალიან ეხლა რომ კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებას არ გააკეთებდა თუ ესე იგი არ იქნებოდა ამისათვის საზოგადოება. კი, ნიადაგი მზად არის. ნიადაგი მზად არის. ანუ ნიადაგი მზად არის იმისათვის რომ საქართველოს პრემიერმა
თქვა პირდაპირ რომ ეს არის სერიოზული განცხადება არის. ხო არ აღიარებს. ანუ ამის ბერკეტები უჭირავს მას ხელში, გაიგე რომ ამის მტკიცებულები მეუჭირავს ხელში რომ მართლაც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ევროკავშირი, ხო? ბერკეტები კობახიძეს კი არ უჭირავს. პირდაპირ ყოველ დღე თავის რეზოლუციებით გვაძლევენ ჩვენ მოსახლეობას. ამის საშუალებას. ხო, პირდაპირ გვეუბნებიან რა. პირდაპირ გვეუბნებიან თან აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამ ორმაგი სტანდარტებით და რაღაცები. პირდაპირ ეხა დაიწყეს იმაზე, ეხა ჩაატარეს კიევში LGBT პრაიდი. აბა ბიჭო, რა იყო ეს საშინელება იყო? დო, მთელი ლიდერები მიესა რაღაცა სისულელე, სიგიჟე. თავრობის წევრები ღებულობდნენ მონაწილეობას, კაცო. სიგიჟე. რადას დეპუტატები ღებულობდნენ მონაწილეობას და ისინი რაღაცა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. და შენ წარმოიდგინე ეხა ჩვენ რომ მაგას გვაყურებინებენ რა, ხო? აი მაგას ხო გვაყურებინებენ. და ეს არის თურმე რა ქვია. ჩვენ ამ დროს დონე და ცივილიზაცია. ხო, უკვე მოსახლეობა წავიდა ცხონებული ჩვენი პატრიარქიდან დაწყებული უკვე ეს დღე არის განა LGBT პრაიდის ოჯახის სიწმინდის ამდენი წლები ეს პატრიარქის ვაჟკაცი უკვე ხო თა ხელისუფლებას და ხალხიც უკვე გადმოეწყო და უკვე მიხვდნენ ისედაც იყო გადმოწყობილი მაგრამ ხელისუფლება ვითომ რაღაცას ლავირებდა რა ხალხს და იმ ევროკავშირს ეს მაინც ყოველ შემთხვევაში ლავირებას აუცილებელი იყო და ახლაც აუცილებელია. ჯერ კიდევ ბოლომდე არა ვართ გამოსული იმ ხაფანგები და რა ხაფანგების დღეს საქართველოში დევს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ასე ევროკავშირიდან. სერიოზული ხაფანგებია ჯერ ისევე. ხელისუფლებაში ყავთ, კაცო, ყველა სამინისტროში. ამას გეუბნებით, ამას ვამბობ, რომ ყველა ძალოვანში ყავთ, მაგათ თავიანთი აგენტურა, რომელიც სერიოზულად ქმნის პრობლემებს ამ ქვეყანაში და როგორც უნდათ ისე აგენტურა კი არა, ხელფასი კაცო, პირდაპირ ოფიცრები არიან იქიდან იღებენ ხელფასს. კი, აბა ახლა რა პროვოკაციები ხდება, თუნდაც ძალოვნებაში ეს ყველაფერი არის, მაგათ ვერ გახდება, კაცო. ვიღაცა ისა რა ქვია, შავგოგიაო თუ რა ქვია ეს რაღაც შავნოდარა. ხო. ისეთ საბუთზე აგიფრიალებს ტელევიზიით, უყურე. ჯერ იქ არ არის. ჩემთვის ახლა ჟურნალისტიკა ცოტა ისეთი თემა არის, მაგრამ ნუ უყურე მე როდესაც უყურებ ტელევიზორს და ვიღაცა ნოდარა TV პირველზე რომ გამოაქვს საბუთი სრულიად საიდუმლო რაღაცა საბუთი კი შეიძლება მართალ რაღაცას აშუქებს მე არ ვიცი ეგა რა შეიძლება მართალ რაღაცას ეს სინამდვილეა რაღაცა რა და უფრო სინამდვილეს გავს რა მაგრამ ამის ხელში როგორ მოხდა რაძნელი გასარჩევია ამ გასარკვევია ძალოვანი სტრუქტურისთვის. ნოდარ სულ ხუთმა კაცმა უნდა იცოდეს ისეთი საბუთი ნოდარასთან რომ მოხდა. ძნელი გასარკვევია რომელისგან მოხდა? ბატონო რამაზ. რა ვიცი მე. ბატონო რამაზ, კარგია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება, მე მართლაც მივესალმები და დაინახეს ეს და დაინახას კიდევ აი ხალხმა ვისაც დღეს რაღაც გარკვეული ეჭვეპარებოდა რაღაცეებში, ხო? თითქოს და ევროპა იყო მაგათთვის გადამჩენი, ხო? მე მინდა იმ ევროლიბერასტებს, აი იმ ევროლიბერასტებს გითხრათ, აიგე რომლებსაც დღეს კიდევ ტვინში კიდევ ის სიმახინჯე, რა სიმახინჯეს თქვენი გასწავლეს, როდესაც აქედან გაგიყვანეს რამოდენიმე 1000 ადამიანი, დაგატრეინინგეს, შტამპები შეავსეს თქვენზე აკენტები მოგცეს ზედმეტსახელები და დღეს მოქმედებთ აქ ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. თქვენ გეუბნებით აგენტურა, არასამთავრობო ორგანიზაციებო, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების აგენტურა. ეს ასე არ დაგიმთავრდებათ, იცოდე. ჩვენ ნელა-ნელა, აი მე გეუბნებით აგე ბატონ რამაზისას აქ ამის გამოსილება და მესამე ჩვენ ნელა-ნელა ამ პროცესებიდან გამოვართ. ჩვენ როგორც კი თავს დავიღწევთ, თავს და დავძვრებით ამ ევროოკუპაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატების ოკუპაციიდან, ხო? და როგორც კი ჩვენ მართლაც უკვე სრულფასოვან სახელმწიფოთა ქვეყანად ვიგრძნობთ თავს, თქვენ ყველას მოგეკითხებათ და ყველა პასუხს აგებთ კანონის წინაშე იმ დანაშაულებებთან დაკავშირებით და დანაშაულებებს თქვენ ჩაიდინეთ ევროკავშირთან ერთად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ დროზე გონსმოდით ევროლიბერასტებო ან წადით წაეთერით აქედან იმიტომ რომ თქვენ არასდროს არ ყოფილიყართ სრულფასოვანი მოქალაქეები ამ ქვეყნის და არასდროს წაიქცევით დროზე წადით და გაასწარეთ აქედან სანამ ჩვენ არ ჩაგვიკეთდია თქვენთვის საზღვრები და შესაბამისად შემდგომ კანონის ფარგლებში არ მომთხოვონ პასუხი. ეს ერთი ბატონო რამაზ. უკვე გასაგები არის ეს ევროკავშირი რაც არის და
საზოგადოებაც უკვე ღმერთის წყალობით და მართლაც პატრიარქის დამსახურება, ცხონებული პატრიარქის დამსახურება იყო ის, რომ თლიანობაში ყველანაირი წინააღმდეგობა გაუწია ამ ევროს სიმახინჯეს ჩვენ ქვეყანაში, რომ არ გავრცელებულიყო, ხო და ახალი პატრიარქიც შიო მესამეც ამას აგზელებს ზუსტად იმ ნაბიჯებს და იმ გზას, რაც ილია მეორედ დაიწყო ჩვენ ქვეყანაში, ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება. ვიცით ყველაფერი, ხალხმა იცის ყველაფერი, ვინ არის და რა არის ევროკავშირი. მთელი ეს წლები არის ვართ ამ რაღაც უსაქმურ, უთავბოლო და უვარგის ჟენევის ფორმატში. ხო? აუ რა სისულელს. ჟენევის ფორმატი, რომელიც თითქოს არეგულირებს და ალაგებს ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობის საკითხებს, ხო? და იქ რუსეთთან თელი ისენი რა ვითომ, მაგრამ ეს თურმე ყოფილა ყველაფერი უკუღმა. კი არა ალაგებენ, აფუჭებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ხო ხედავთ ხომ არ არის დრო საქართველოს დატოვოს ჟენევის ფორმატი. გვიანაც არის. დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო ეგ ფაქტი რა. ჯერეთ იმიტომ რომ რას არეგულირებს ჟენევის ფორმატი? დიახ. არაფერს არასოდეს რა. ამდენი წლების განმავლობაში რა ლაპარაკი დავიწყეთ. რისთვის არის ფორმატი შექმნილი, რომ ჩვენ უნდა შევრიგებულიყავთ, ხო? ხო, შევრიგებისთვის. ერთი ფაქტი მითხარი, ან ერთი დაბრუნებული რომელიმე ტოლვილი. არა, ტოლვილზე მაგაზე ლაპარაკიც არა. ერთი ფაქტი მითხარი, რომ ჟენევის ფორმატში დაჯდნენ ჩვენი ხელისუფლება სიტყვაზე, ან ვიღაცა სამინისტრო, ან აფხაზური, ან ოსური, ან რუსული. ხო, სამინისტრო ჩვენი და იქაური, ან ჩვენი ხელისუფლება და რუსული ხელისუფლება, ან ვიღაცა რომ დაჯდეს და დაიწყოს რეალურად ლაპარაკი ტოლვილების დაბრუნებაზე, რაღაცებზე, ნუ იქ რაღაცებზე შევთანხმდებით, რაღაცებზე ვერ შევთანხმდებით, კი? რა, მაგრამ დაიწყოს რა, ლაპარაკი ხო უნდა დაიწყოთ. ამდენი წლებია მიდის ჩვენ ხედავთ, ხო, სულელები ხო არა ვართ ტელევიზორს ყველა უყურებთ, ხო? იმის გარდა კიდევ ახლა მეც დავამაყობ ინფორმაციები, ჩემი სპეციალისტები სოციალურ ქსელებში, იმაში, ახლობლები ყავს, ექსპერტები ყავს, ეგრე ისინი ყავს, კაცო და ამ ყველა ინფორმაციას ვფლობთ. ხო, ვფლობთ, ხო, გვეუბნებიან რომ ბიჭო, ვილაპარაკოთ რა. ხო? და როგორც კი რაღაცა ოდნავ რაღაცა გამონათელი გამოჩნდება, რომ შესაძლებელია დავიწყოთ ლაპარაკი, ეგრევე ერთვება ჟენევის ფორმატი და ფას ეგრევე რა. აფუჭებს ყველაფერს. ხო, ეგრევე ფას, ეგრევე რა. ანუ რას ნიშნავს ეს რა? რაში გვჭირდება? ანუ ეს არის ჩვენს და ჩვენ მოქალაქეებს შორის, ოსებს და აფხაზებს შორის შუაში ჩაჩხერილი კედელი, რომელიც საშუალება კარებიც არ აქვს, რომ იქ ველაპარაკოთ. ანჯას, ხო, კი. რომ ველაპარაკოთ. რომელიც დიდი კედელია, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს ჩვენ ამდენი წლების განმავლობაში, რომ ერთმანეთთან რაღაცა დავილაპარაკოთ რა. რაღაცა დავილაპარაკოთ რა. ო, ან იმათმა მოგვიხადონ ბოდიში, ჩვენც მოუხადოთ რაღაცაზე ბოდიში, იმათმა. ნუ შეუნდოთ ერთმანეთს. არ გვინდა ბოდიშების მოხდა? შეუნდოთ. დავიწყოთ ლაპარაკი. შეუნდოთ ერთმანეთს, ხო? კი ბატონო. იმიტომ რომ ის ჩვენ ისტორიულად მონათესავე ერები ვართ, კაცო. გინდა აფხაზი, გინდა ოსი, გინდა რუსი, ხო? ისტორიულად ეს მოგვდებს ჩვენ ნათესაური კავშირები. ხო და რაღაცა მოხდა, ხო? მოხდა ეს ჩარევით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ინიციატივით და მათი პროვოცირებით ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ერთმანეთს დავეტაკეთ და ერთმანეთს ვესწროლეთ, მაგრამ ხო ხტებით უკვე და ხომ დავინახეთ უკვე საიდან მოხდა ეს ყველაფერი. ხო მაშინ ვერ ხედავდით ამას ჩვენ ვერჩენი ვერცმენ და ვერც სხვა დანარჩენი ის ადამიანები, რომლებიც იქ გულანთებული ვიდექით და ბრძოლობდით იმისათვის, რომ ვიცავდით ჩვენ ქვეყანას, ხო? ხო, მაგრამ ეხლა ჩვენც, აი მე და თქვენც, რომელიც იქ ვიყავით და ის აფხაზური მხარეც და ოსური მხარეც მზაობა უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს ერთმანეთის მიმართ იარაღით მიშვერას
და სროლებს და რაღაც გარკვეულ იმ დიდი ტრაგედიების მოტანას ერთმანეთის მიმართ შოუნდოთ ეს ერთმანეთს, გაიგე? ისევ ჩვენ უნდა დავილაპარაკოთ. ხო, ერთმანეთს რომ დავილაპარაკოთ და შოუნდოთ, მაო. და უთქვათო, კი, მოხდა ეს ყველაფერი, მოხდა, მაგრამ ეხლა გავათვისნობიერე, შენს გავათვისნობიერე, მეც გავათვისნობიერე, რომ ეს იყო თურმე იქიდან პირდაპირ ინსპირირებული იმისაც რომ ჩვენ ერთმანეთს დაგვეხოცოთ და დაგვეჭამა, მაგრამ მოდით რა ძმებო ახლა ერთმანეთს ეს შოუნდოთ და დღეიდან ვიცხოვროთ სუფთა ფურცელით და ვიღოთ ძმურად ისე როგორც ეს ხდებოდა თავის დროზე ისტორიულად. ეს კაი რაღაცა ხდება დღეს რომ აი ეს გენეტიკური ანალიზი შეგვიძლია გავაკეთოთ და გავიგოთ რაც არ უნდა ელაპარაკო რომ სხვა არის გენეტიკას ხო ვერაფერს ვერ უსწავს სისხლს ხო ვერაფერს რა თქმა უნდა თურმე აღმოჩნდა რომ 80% იქსინის და ესენი ჩვენ ერთი და იგივე გენეტიკის მატარებელი ხალხი ვართ რა და ესე იგი ვიღაცამ ასე ვთქვათ ჩაგვიგდო ისეთი თემა რომ აი ეს ვინც ჩაგვიგდო პირველ რიგში ისინი არიან გამოსავლენები რა რომ ერთმანეთზე თოფი გვასროლინა მასე ახლა შენ რო მოდიხარ აი უყურე 2008 წლის ომი ავიღოთ რა ვინ მაკეინმა დაიხა მაკეინმა დაიწყო პირდაპირ ომი აქ ესე იგი ჩამოსული იყო და თავზე ადგა სააკაშვილს უნდა დაიწყო ომი ცხინვალში მე მარტო მაკეინზე და იმაზე არ და მე ჩამოვიდა ევრო ლიდერები ჩამოვიდნენ იმისათვის რომ ეს თავიანთი რაღაც ორგანიზებული პროვოკაციას არ მიცემდა მასშტაბური ხასიათი კი ბატონო თავის ინტერესების ჩადის. ეხლა უყურე რა ხდება. და ივაჭრეს თავის ინტერესებიდან გამომდინარე. კი ბატონო, ივაჭრეს და ჩვენ ვაფშე არაფერი. ეხლა უყურე ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ ყველაფერი. ტერიტორიები დავკარგეთ და როგორც აი ცხვარი ესე გაგვწირეს რა, მიგვაგდეს და გლის ხახაში შეგვაგდეს ესე ხო, და უყურე ეხლა რა ხდება რა. ვიღაცები, ვინც ამ პროვოკაციის სათავეში იყვნენ, ხო? დღეს გასამართლებული კი არ არის. ტელევიზორში ზიან და რაღაცებს თანამდებობებზე არიან კაცო. ხო და გველაპარაკებენ. თან მორალს მოკითხავენ. რაღაცებს გველაპარაკებენ. ის რა არის, ეს რაღაცა ესე კი არ შეიძლება. ის ირანული ბომბი უნდა მოგხვდეს თავში, რომ ჩვენც იქ რაღაცა ჩავერთოთ რა. ნეტავი ხან იმას იძახიან უკრაინაში ჩავერთოთ ომში, ხან იმას იძახიან ირანში. ეხლა სასომხეთიც ისე ურევს, იქაც სააკაშვილი ყავთ ვიღაცა რა, სოროსი, მიშალომერი ორი. ხო, ის აუცილებლად აურევს, აუცილებლად. ფაშენიას მიშას მედიელოდება. უარესი. და უარესი, კიდე თუ სომეხმა ხალხმა არ პირდაპირ არ შევარდნენ და კაბინეტში გავხსოთ, პარლამენტში შევარდნენ და ავტომატი ჯერ რო გადაატარეს, ხო? აი ეს ზუსტად ისე მოხდება ფაშენიანთან მიმართებაში. ჩვენი საქმე არ არის მიხედონ თავი. ნუ ახლა აგიდა არის ჩვენი საქმე, იმიტომ რომ აქეთ აფათურებს ხებს უკვე ფაშენიანი, გაიგე? ფაშინიანი აქეთ აფათურებს. აქეთ და გაქცეული ესენი სომეხი აკაცუკები მან შეიფარა, აი, რო იცოდე შენ? გავიგე, მაგრამ უყურე იქ რა ხდება. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა სასომხეთის არევა გამოიწვევს საქართველოში სერიოზულ პრობლემას. ნუ ახლა ეს გარდაუვალი არის, ბატონო რამაზ, გარდაუვალი არის, იმიტომ ის იქ-ემიტის მდგომარეობა, ხო? თვითონ ხალხი გააკეთებს, ამას სომეხი ხალხი. აქვე რა ურიეს? დიახ. აქვე რა ურიეს? რაც დრო გადის უფრო და უფრო ნაკლები აკაცუკი გამოდის უკვე სახეზე ვცნობ თუ ამ აკაცუკებს ვიღაცებს ქუჩასაც ვეღარ კეტავენ იქ რაღაცა 1052 დღე რაღაცა და ჩამოივლიან იქიდან. ნუ ერთი ვიღაცა მათხოვარი ჩამოიტანძალებს, გაიგე 2-3 კაცი შეიგრება რაღაცას. აი სახლიდან რომ გამოეკიდებენ უსაქმურებას, სახლში რო არ ვარგლარიან და გარეთ რო გამოყრიან, ხო? აი ესენი არიან, მან მეტი არ არის. თან უყურე რა ხალხი არის. ხო არის იქ ვინც ხელფასი იღებს მაგაში, ხო? ნუ ხალ კი რა თქმა უნდა ხელფასიანები არიან. უმეტესობა არის ამ ის ხელფასს ვინც იღებს, ის თვითონაც არამცალიას თემაა, იმიტომ რომ თვითონაც ასე ვთქვათ ეს სირცხვილება ამათთან ერთად ყოფნა. საერთოდ ჯამში რა ხდება ესე ბატონო რამას, ახლა ის სიმახინჯეები, რაც ჩვენ თქვით აგერ ახლა ევროკავშირთან მიმართებაში. ევროკავშირის მიერ არასწორი მიმართულებები ქვეყნებთან მიმართებაში. ევროკავშირის მიერ საქართველოში შექმნილი პრობლემები, რომელი პრობლემების შექმნეს და შექმნილი და შეიქმნება კიდევ და აქვთ მათ საკდენი პუნქტები აქვს საქართველოში თავიანთი აგენტურებიდან გამომდინარე. ეს აკაცუკები, ეს რა ვიცი რა გითხრა ახლა ეს ქართველებს ვერ უწოდებ ამათ ვერ რომლებიც ასე დღეს პირდაპირ ყიდიან ჩვენ სამშობლოს და ეს შპიონი ბავშვები ჩადიან იქ და
ბელორუსები ჩააქვთ იქ ხო ამას გიგაურებს და იმას ხო აი ესენი ეს რას გვაძლევს არა ჩვენ არაფერს მაგრამ ეს ხომ უკვე ჩვენ და საზოგადოებამ ხო ნახა ყველაფერი აბსოლუტურად ის ჟენევის ფორმატიც ახლა რომელიც ჩვენ თქვით აგერ და ფაქტურად არაფრის მომცემი არ იყო ჩვენ ქვეყნის პირიქით ცუდი და ხელს უშლიდა სწორედ იმ ურთიერთობების დალაგებებს გაიგე ხელს უშლიდა ჟენევის ფორმატი სწორედ იმას რომ ჩვენ მე თქვენ და ჩვენ არები და ოსების და აფხაზეთნაირები რომლებიც ერთმანეთს იარაღი ქონდა მიშვერილი რომ შენდობა გვეთქვა ერთმანეთისთვის გაიგე ამასაც ხელს უშლიდა ევროკავშირი ლაპარაკის დაწყებას ხო ყველაფერს ხელს უშლიდა ხო ეს ხომ უკვე ფაქტი ეს ხომ ნათელია უკვე საზოგადოებისთვის ხო ეს ხომ ჩვენ უკვე ჩვენ ეს თავიდანვე ვიცოდით და ვამბობდით მაგრამ იმ ადამიანებად კარისოს ჯობს გვიან მედრი არასდროს ხო დაინახეს იმ ადამიანებად ეს ყველაფერი და შეხედეს და მართლაც გაათვისობიერეს რომ პრობლემა ყოფილა საქართველოში ის რომ არის ევროკავშირის მთელი ეს ბინძური გეგმები მოდებული მეტასაზებებით და ფაქტიურად ისინი დღეს ქმნიან ამ პრობლემატურ საკითხებს ჩვენ ქვეყანაში ესეც დაინახა საქართველოს დაინახა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა და შესაბამისად ეხლა ნახეთ ეხლა მე მგონი ასე უცებ არა მაგრამ ხო არ არის დრო რომ იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ იფიქროს იმიტომ რომ წინ დრო არის კიდევ ისევე და ძირ რაღაც წინ კიდევ არის რაღაც გარკვეული ბერკეტები ევროკავშირის მხრიდან რომელიც ბერკეტები შეუძლია გამოიყენოს მათმა ხელისუფლების წინააღმდეგ და შიდა ის გამოიწვიონ ხელისუფლებაში არეულობები იმიტომ რომ არიან იქ გარკვეული ევროლიბერასტები ჩვენ კარგად გვახსოვს მე და თქვენ ეს მათიკაშვილი და ეს ბაჭარაშვილი ევროპის დრო შევიტოდარბოდნენ კიბეებზე და აი და თელიანბები რო ქონათ ხო გახსოვთ არიან კიდევ ახლა გაკონსერვატორდნენ მაგინე თუ არა მანამდე ლიბერასტები იყვნენ ხო ეს მე ვიცი და ბევრი ლიბერასტებია კიდევ იქ ხო მაგრამ ხომ არ არის რომ დაიწყო მუშაობა რუსულ ბელორუსულ ქართულ კავშირზე რაც საქართველოს იქნება ძალიან სწრაფი და სერიოზული რომ ვიტყვი როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური სიძლიერის ხელშემწყობი მოდი ესე დავიწყოთ რა ესე ვთქვათ რა ჯერ პირველ რიგში ჩვენ საქართველოს გამთლიანებაზე თუ ამ კავშირს ესეც მოყვება მაგის გარეშე ჩვენ მაგ საქმეს ვერ ვიზავთ და პირველ რიგში გამთლიანებას ვერ ვიზავთ თუ არ დავიწყეთ რუსებთან ლაპარაკი მაგას ვამბობ რა დიალოგი მეორე ძალიან მარტივი რა დავიწყოთ იმაზე ახსნა დავდოთ ექსპერტები აგერ დაждდნენ და აგვიხსნა რას გვაძლევს ევროკავშირში შესვლა ეკონომიური თვალსაზრისით და რას მოგცემს აი ამ კავშირში შესვლა ეკონომიკურ კავშირში შესვლა რას მოგცემს ენერგეტიკულად ეკონომიკურ აი ყველაფერში რა კარგი მესამე თვალსაზრისით რას გვაძლევს ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით აი რაღაცა გაუგება გაერთიანება და რას მოგცემს სიტყვაზე საერთოდ ბოლო-ბოლო ნეიტრალურები რო ვიყოთ არსად რო არ წავიდეთ თქო ის ამოვაგდოთ რა ეს ნატო აღარ არა რას გეუბნები რატო უნდა იყოთ ნეიტრალურები ნახეთ ახლა არა მოდი აი ძალიან მარტივად კი რა ვიღაცები დადგნენ და ლაპარაკობდნენ რომ აი რუსეთი აი ხლა უკრაინამ უნდა მოუგო და იმას მოსკოვს რო აიღებენ მე ჩვენ კარგად ვიქნებით ბიჭო ეს თუ შენ თვითონ ვერ აზროვნებ ესე იგი ვიღაცა ფულს გიხდის რომ მაგას ლაპარაკობ იმიტომ რომ ჩვენ გარშემო მარტო სხვები ღმერთმა დაგვიფაროს და ჩეჩნები შეგვჭამენ სომხები აზერბაიჯანელები აგე არა მე ის რა მოდი თქვა პირდაპირ პირდა უკვე შეჭმულები ყოლყევართ აზერბაიჯანელებს ყველგან თავიანთი ისაყავთ ეგ ხო ხედავ უკვე აი კარებთან არიან საგდენი პუნქტები აქვს თავისი ყველგან კაცო კი ბატონო მომდგარები მაგრამ ამაზე არ ვიძახ ეს ისტორიულად რო გვემტერებიან უკვე ხო ხედავა რა ეს სომხების და აზერბაიჯანის რა თქმა უნდა მე გეუბნები ზემოდან გეუბნები ჩრდილო კავკასიის თემას რა ჩეჩნები რომლებიც კბილებამდე ყავს რუსებს შეიარაღებული აბა ნავარჯიშები თუ პრანჭული ასე ვთქვათ ჯარი ყავთ რა თავიდან ბოლომდე ჩვენ რა გვაქვს ჩვენ ეგ ის აქვს რა ქვია თინახიდაშვილი დაივანში გა თავდაცვის მინისტრი იყო ჯარიც არა გვყავს კაი თინახიდაშვილის ჯარი
ჯერ ისეთი ნახევარშელი ჯარია, იმიტომ რესპუბლიკელებითაა სავს ეს თავდაცამინისტრო ისე მე ვიცი და ძალიან ბევრი ინფორმაცია ვფლობ. მე შენ თუ იცი ამათ მარიციან გაყარე ეს მამაძაღლები რა გაყარე ესენი რა დაიმაშიკას კუდები დარჩა იქ ძალიან ბევრი. მე უნდა გაყარო ესენი რა ჯანდაბად კიდე ესენი ხო პროვოკატორები არიან ცოცხალი ბომბი გაქვს რომელსაც როცა უნდა წაუკიდებენ ხო? კი ბატონო. და მესამეც ჩვენ ყველაფერში მივყევით ნატოს და დასავლეთს. ჩვენი ჯარი, ჩვენ თვითონ ოკუპირებულ ქვეყანამ. ჩვენი ჯარი ვაომეთ სხვის ოკუპაციისთვის იქ ავღანეთში, ერაყში, ერაყში, სადღაც აფრიკაში, ვაომეთ და ჩვენი კოსოვოში, რა გვინდა ჩვენ კოსოვოში? რა ჯანდა ისინი ხო გადავიკიდეთ. კოსოვო ხო საერთოდ ოკუპირებული არის დღეს კოსოვო, გაიგე? ჩვენ ხო გადავიკიდეთ ეს. ეს ხალხი ხო გადავიკიდეთ. რა გვინდა ავღანეთი ჩვენ? ბოდიშები უნდა უხადოთ ეხლა. რა გვინდა ერაყში ჩვენ რაში მივიღეთ მონაწილეობა? რისთვის მივიღეთ? ამერიკელების ნავთობის მივიღეთ მონაწილეობა? მარტივად გეკითხე. ავღანეთში ამერიკელების ყაყაჩოსის მივიღეთ მონაწილეობა? კი ბატონო. მარტივად გკითხავ რა. ვიღაცას გამოუცხადეთ ჩვენ ომი სიტყვაზე გეუბნები რა. აი იმას ვიღაცას რა, თურქებს სიტყვაზე რა და თურქების ჯარში სახურავენ სომხები, არ ვეტყვით ბიჭო, შენ რა გინდა? კი ბატონო. ხო, არა, ჩვენ ესე იგი, ესენიც გადაკიდებული ყავს. სულ რო არ გვჭირდება რა, ჩვენ თვითონ ოკუპირებულ სიტუაციაში ხარ რა. ჩვენ ერთადერთი სადაც შეგვიძლია ისტორიულადაც რო გადავხედოთ, ხო? სადაც შეგვიძლია მოუძლიერდეთ ამოვისუნთქოთ დღეს აი ეს 3 მილიონი დავჭით რა. ამ 3 მილიონი და 1.5 მილიონი ვაფშე სხვები არიან. ქართველები არა. ხო? რო ამოვისუნთქოთ და გავმრავლდეთ, არის ერთადერთი საშუალება, მაგისი არის რუსეთი და ბელარუსი. დიახ. ეკონომიურადაც თოფი რო არავინ არ გვესროლოს. გაიგე? უსაფრთხოების კუთხით. უსაფრთხოების კუთხით. და პოლიტიკური ბალანსისთვისაც. ბალანსისთვისაც და გაივლის, გამოივლის ყველაფერი. ბატონო რამას ჩვენ დრო საკმაოდ უკვე მე მგონი გადავაცილეთ, მე მანიშნეს რომ უნდა შეწყვიტოთ გადაცემა, საკმაოდ სერიოზულად და საკმაოდ კარგად საუბრობდით ეხლა და კარგად აუხსენეთ ჩვენს მაყურებელს და კარგად დავანახეთ ის რომ რა არის ევროკავშირი, რა არის ამერიკის შეერთებული შტატები, რა არის ის აკაცუკები, რომლებიც დღეს აქ არიან მოდებული საქართველოში და რატომ უნდა გაერთიანდეს საქართველო რუსულ, ბელორუსულ კავშირში და რატომ არის ეს აუცილებელი და რისთვის ჭირდება საქართველოს და ის რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა აი ამ კუთხით რომ ქვეყანამ თავი დაეძუნოს ევროპული ოკუპაციისაგან ამას მივესალმებით ეს იდეალური არის და ჩვენი სრული მხარდაჭერა ამ კუთხით ხელისუფლებას ჯერ გამოვიდეთ და მე ვილაპარაკოთ. შემდგომში უკვე მე იმედი მაქვს რომ კიდევ კარგი საკეთილდღეო ნაბიჯები გადაედგება ხელისუფლების მხრიდან ჩვენ ქვეყანასა მიმართებაში და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა მიმართებაში და შესაბამისად ყოველთვის ჩვენ მზათა ვართ ყველა კარგი ნაბიჯი რომელიც კარგი ნაბიჯის იქნება გადადგმული ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ჩვენ ქვეყანასა მიმართებაში გვერდით დაუდგეთ და ერთად ვაკეთოთ ეს საქმე და ის რაღაც პრობლემატური საკითხები რომელიც პრობლემატური საკითხები თქვენ ვიცით მართლაც გაქვთ როგორც შიდა ესე გარე მაგაშიდაც გვერდში დაგედგებით და ერთობლივად მოვახერხოთ და ერთობლივად გავანთავისუფლოთ საქართველოს ევროამერიკული ოკუპაციისაგან რომელიც არის დღეს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 80% სწორედ ამ ბინძური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური და აგენტურული ლიდერებისაგან დიდი მადლობა ბატონო რამაზოვ მობზაია ჩვენთან სტუდიაში მადლობა ძვირფასო ტელემაყურებელო და მადლობა მინდა ხელისუფლებას უთხრა რომ დღეს პირდაპირ ღიად ააფიქსირა ის პოზიცია, რა პოზიციაც არის დღეს მისაღები ჩვენი ქვეყნისათვის და პირდაპირ აღიარა და თქვა რა მიდგომები აქვს ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართებაში. მომავალ შეხვედრაზე მადლობთ, კარგად ვზრდებოდეთ. კარგად ვზრდებოდეთ.